ჩვენ ახლა კიდევ ერთი პირდაპირ ჩართვა უნდა შემოგთავაზოთ ამჯერად მედია ცენტრიდან, სადაც კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს განცხადებას მოქალაქეთა აქტივობის შესახებ. დაგვეფიქსირებინა არჩევნებზე, ჩვენ ყავს რეგიონებში დაახლოებით 100-მდე დამკვირვებლები, რომლებიც დღის განმავლობაში სხვადასხვა დარღვევებს ჩვენ ველოდებით კიდევ ინფორმაციებს ბოლო წუთებში, ანუ უბნები იკეტება 8 საათს და ჯერ კიდევ არის დრო იმისა, რომ კიდევ ბევრი დარღვევა დაფიქსირდეს სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ასეთი მოლოდინი რამდენიმე უბანზე განსაკუთრებით ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში შეინიშნება ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება. ამ უბნებზე ჯერჯერობით არის ასევე ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობა, მაგალითად დაახლოებით 1000 კაციან სადაც არის 1000 ამომრჩეველი უნდა მივიდეს, დაახლოებით 300 ამომრჩეველია 5 საათისთვის მისული და დანარჩენი ამომრჩეველების ნაცვლად მოსალოდნელი არის, რომ ჩაიყაროს ბიულეტენები ურნებში, როგორც ხდებოდა წინა წლებში და შეინიშნება სამწუხაროდ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მობილიზება ამ უბნებზე, რომლებიც ღიად ეწევიან აგიტაციას ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ. ჩვენ დღის განმავლობაში ასევე ვისაუბრებთ, რომ ამ აზერბაიჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში ხდებოდა მრავალი დარღვევა, ანუ უბნებზე ნაციონალური მოძრაობის ნომერს გადასახოდნენ ერთმანეთს ამომრჩევლები, კაბინაში შედიოდა რამდენიმე ამომრჩეველი ერთად და ერთმანეთს მოუწოდებდნენ, რომ შემოეხაზათ ხუთიანი და ასევე იყო სხვა ტიპის დარღვევები. დღის მეორე ნახევარში კიდევ უფრო გამწვავდა ვითარება, განსაკუთრებით შემაშფოთებელია არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით მოქმედი გაურკვეველი პიროვნებების აქტიურობა უბნებში. ერთი მხრივ სამოქალაქო საზოგადოებას არასამთავრობო ორგანიზაციებს უტეხენ სახელს, ხოლო მეორე მხრივ აშკარად ჩანს, რომ აქ საქმე გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთა შენიღბულ ადამიანებთან შესაძლოა ესენი იყვნენ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებიც. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, გარდაბნის 21 საოლქო საარჩევნო ოლქის 56 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა ჩვენი დამკვირვებელი ნინო ღვედაშვილი, რომელსაც დღის განმავლობაში ამ პიროვნებებმა მიაყენეს შეურაცხყოფა, დაემუქრნენ თუ ის დაწერდა ვარს და დღის განმავლობაში ახდენენ მას ეს ეწოლა. ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ ეს იყო პირდაპირ ჩართვა მედია ცენტრიდან.